რატომ მოვდივართ 19 აპრილის აქციაზე? მაშინ, როდესაც არსებული მთავრობა აცხადებს, რომ ევროინტეგრაცია და ევროპულ ოჯახში საქართველოს ადგილი მისი კურსია და ის ასე თანხმდება, საქმეზე კი შეგნებულად აფერხებს ამ პროცესს. მაშინ, როდესაც აპატიმრებენ გენერალური შტაბის უფროს ნატოს დელეგაციის ჩამოსვლამდე, მაშინ, როდესაც სახალხო დამცველი პროკურორის ფუნქციას ითავსებს და ბრალსდებს საკუთარ სახელმწიფოს ტერორისტების მომზადებაში, მაშინ, როდესაც პრემიერი ღიად, უტიფრად და უაპელაციოდ უპირისპირდება ჩვენს პარტნიორებს ევროპარლამენტში და სხვა ევროპულ ინსტიტუტებში, ეს არის საქართველოს ევროპული გზის დასავარება. ეს არის ღირსების აყრის და რუსების მომებაში დაბრუნების გზა. ყოველი ამის შემდეგ მე ვთვლი, რომ არ მაქვს უფლება დავრჩეს სახლში და არ უთხრა მთავრობას, რომ საქართველოში ცხოვრობს ხალხი, რომელსაც სხვანაირად წარმოუდგენია საქართველოს მომავალი, რომ ჩვენი შვილების სამშობლო წარმოგვიდგენია დიდ ევროპულ ოჯახში და არა რუსეთის ღირსება აყრილი და მორჩილი ვასალი. არ აქვს მნიშვნელობა ვის მიეცით ხმა 1 ოქტომბერს. თუნდაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზა. მოდით 19-ში და ერთად ვუთხრათ არსებულ მთავრობას, რომ ჩვენ მეტნი ვართ და არ დაუშვებთ საქართველოს რუსეთის მონობაში დაბრუნებას.